თუკი სურსათის შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0.9%-ზე მეტია, მაშინ ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში უნდა იყოს მითითებული წარწერა გმ. აღნიშნულს საქართველოს კანონი უკვე არეგულირებს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის ეტიკეტირება შეუძლებელია, გენმოდიფიცირებულობის შესახებ ინფორმაცია თანმხლებ დოკუმენტაციაში უნდა აისახოს. ორი სახის კონტროლზე არის საუბარი. პირველი მოგეხსენებათ გმ შემცველი სურსათიანი ცხოველის საკვების სამხარებლო ბაზარზე ხდება იმპორტის შემდგომ, ამიტომ პირველი კონტროლის სახე ეს არის სასაზღვრო კონტროლი, რომელსაც განახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი, ხოლო ქვეყნის შიგნით ბაზარზე განთავსებული სურსათიანი ცხოველის საკვები დაექვემდებარება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ კონტროლს. ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის დირექტორის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება ქვეყნისათვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ეთერ ხმალაძე განმარტავს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიშ ორგანიზმებს შეიცავს და სხვადასხვა დაავადებების გაჩენის რისკს ზრდის. ამიტომ მისივე მტკიცებით ეტიკეტირებისას გმ-ს ნიშანდება მომხმარებლისათვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. ცენტრის დირექტორის ინფორმაციით არსებობს ქვეყნები, სადაც გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეალიზაცია და წარმოება აკრძალულია. სოიო 70% გენმოდიფიცირებულია. სოიას იყენებენ ძეხში, სოსისში, ყველანაირ პროდუქციაში, აი ხორცეულში ძირითადად ზოგი აღნიშნავს, ზოგი არ აღნიშნავს და ისიც რომ გამოიკვლიო ნამდვილად სოიოთია თუ არა, მაგასაც ვერავინ გაგიკეთებს. სიახლეს ახალციხის მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითად აფასებს. ადგილობრივების თქმით, კანონი ამით მომხმარებელს არჩევანის თავისუფლებას ანიჭებს, ვინაიდან მათი უფლებაა იცოდნენ სურსათი გენმოდიფიცირებულია თუ არა. გენომოდიფიცირებული რატო უნდა შევჭამოთ და მომავალი თაობა რატო უნდა დავავადყოფოთ და რატო უნდა გადავგვარდეთ. ძალიან კარგია, იმიტომ რომ გეცოდინება რომელი პროდუქტი უნდა არჩიო და რომელი იქნება ნატურალური. პირველი ალბათ ისაა, რომ ფაზზე დამოკიდებული იქნება ეს გენმოდიფიცირებული თუ არა. კარგია, ჯანსაღი პროდუქტს მივიღებთ უფრო მეტად მოსახლეობა. ყველა ადამიანი ვერ დაიწყებს იმას, რომ გენმოდიფიცირებული თუ არა, მაგრამ თუ იქნება, ეს გახარებული ვარ თუ ეს კანონი იქნება და კონტროლი დაწესდება იმაზე, რომ ადამიანებმა ჭამონ შემოვიდეს ჯანსაღი პროდუქტი და მიირთვან ეს და ყველა ვიქნებით ჯანსაღად და ჯანმრთელად, რა თქმა უნდა, მისაღებია და ძალიან კარგია. ადგილობრივი ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონის მიღებით იმპორტირებულ პროდუქტთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო ადგილობრივ წარმოებაზე მოთხოვნა უფრო მეტად გაიზრდება. ნუგზარ თათეშვილის განმარტებით, აღნიშნული პროცესი ქვეყნის ეკონომიკაზე სასიკეთოდ იმოქმედებს. გენმოდიფიცირებული პროდუქცია საქართველოში რეალურად არ იწარმოება, იმიტომ რომ ძალიან ძნელია მისი წარმოება. ამიტომ საქართველოში არ იწარმოება და კარგია რომ ეს შემოვიდა, იმიტომ რომ ის შეამცირებს იმპორტს და იმპორტის შემცირება ნებისმიერ შემთხვევაში ადგილობრივი პროდუქციის განვითარებას მისცემს სტიმულს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ეტიკეტირების წესის დარღვევისათვის მწარმოებელი 5,000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში კი თანხა გაორმაგდება. სააგენტოში ამბობენ, რომ თუკი ეტიკეტირებაზე არ იქნება მითითებული გმ და ლაბორატორიული კვლევით დადასტურდება, რომ პროდუქტი გენმოდიფიცირებულია, იგი განადგურდება. იმ შემთხვევაში თუ ბიზნეს ოპერატორი აღნიშნულ წესებს არ დაიცავს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, მწარმოებელი 10,000 ლარით დაჯარიმდება. სურსათა ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ კანონი ძალაში 1 ივლისიდან შევიდა.